გამარჯობა მედანეებო, ბასრი დისკუსიების მე-6 ეპიზოდით გიბრუნდებით. დღევანდელი თემა მე შევარჩიე და ბატონი გიორგი წამომყვა დამეთანხმა და ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის გამორჩეულ კომპანია Spider-Co-ზე მინდა რომ დღეს ვიდისკუსიოთ. მოგესალმებით, ვიდისკუსიოთ. დავიწყოთ. ბევრი ესე ვთქვათ შესავალი მე მგონი არ ჭირდება, ყველა მიცის, ყველას სმენია, ბევრ თქვენთაგანს აქვს კოლექციაში დარწმუნებული ვარ და არის ისე მასიურად ორ ნაწილად იყოფა ხალხი, რომ ან ძალიან უყვართ, ან ძალიან არ უყვართ რა Spider-Co-ები და თქვენ ბატონო გიორგი რომელ კატეგორიაში ხართ? მოდი პირველი ვიტყვი შენი მოწესრიგებული კაცი ხარ უფრო და მე ჩემებურად, ჩემი გამოცდილებით გამოვყვებით. თეორიულად არ მომიძიებია ახლა ის რამე განსაკუთრებული ამ დისკუსიებში რომ მოგაშველოთ. დანარჩენი რა მითხარი, რომ ან ძალიან მიყვარს, ან ძალიან არ ხო, მიყვარს. რა, საითკენ უფრო იხრები. ნუ ცოტა ისტორიასავით არის ეს. თავიდან ძალიან მიყვარდა, მე აღარ მიყვარდა. აი ახლა რაღაცა დაუბრუნდი ისევ. ძალიან საინტერესო. თუმცა მაგასაც ჩაუღრმავდეთ მე. აუცილებლად უნდა ჩაუღრმავდეთ, მანამ ორი სიტყვით ვთქვათ, ესე იგი საიდან დაიწყო, როგორ დაიწყო, ვინ არიან, რა უნდათ და მოკლედ იყო და არა იყო რა, იყო ერთი ახალგაზრდა კაცი სახელად სოლი, გვარად გლესერი, რომელსაც ყავდა მეუღლე გეილი და თავისი ჭკუის ასე ვთქვათ მეუღლე ყავდა რა, ისეთი წყვილი იყვნენ რა, აი ერთნაირი ინტერესები რო ქონდათ, ერთად ერთობოდნენ, ბევრი საერთო ქონდათ და მოკლედ ერთად დაიწყეს ბიზნესის კეთება, კომპანია 1976 წელს დაარსეს და მათი პირველი ასე ვთქვათ ინსტრუმენტი, ზოგადად ხალხი იძახის, რომ Spider-Co პირველად გამოუშვა Triangle სალესის სისტემა და სინამდვილეში ეგრე არ არის. პირველი მათ გააკეთეს portable hand, ანუ პორტატული ხელი ერქვა, ეს იყო ინსტრუმენტი დამჭერი რა ფაქტიურად რა, ზაჟიმები რომ მაგიდაზე ეკეთება, ხო რა, ნუ მოკლედ აი რაღაცა სტრანი უცნაური ინსტრუმენტი გამოუშვეს რა და გალესვის თემაში. იდეა გალესვის არ იყო რომ აი სხვადასხვა ხელსაწყოები დაეჭირა რა, ფან არის რაღაცეები, ანუ ხელოსნებისთვის შექმნეს რა და თვითონ ანუ მაგათი მთავარი მუღამი იყო რომ დადიოდნენ მთელი ამერიკის მასშტაბით, აი გამოფენას არ მაზავდნენ, ყველგან დაქონდათ ეს უკვე მერე რო Triangle გააკეთეს ეს სალესის სისტემა და აი სულ გამოკითხვაში იყვნენ რომ ბიზნესის დაწყების ეტაპზე უნდა ამუშავება უნდათ კი ბატონო არ რეკლამებდნენ და თან აინტერესებდათ ანუ აი როგორი ტიპის ინსტრუმენტები უფრო ჭირდებოდა მოდი ასე ვთქვათ მშრომელ ხალხს რა და ერთ-ერთ ინტერვიუში ააქეთ სოლს ნათქვამი რომ ესე კონკრეტულად დანებზე არ იყო ჩაციკლული და რაღაცა ერთ-ერთ გამოფენაზე ალმართან ერთად იყო და ალმარი არის ლეგენდარული ადამიანი, მასზე ალბათ ცალკე უნდა ვისაუბრო და მოკლედ დიდი წვლილი აქვს ალმარს, რომ სოლმა დანების კეთება დაიწყო. პირველ მოდელზეც ვიტყვი ორ სიტყვას, CO1 worker ერქვა მოდელს და ეხლა ფოტოს იხილავთ თქვენ, ეს არის პირველი სერიული DC-დანა, ასე ვთქვათ, რომელსაც კლიპს აქვს და კლიპსის გამოგონებისთვის ეკუთვნის მარტო Soul Glazers ძალიან ბევრი ჯილდოები და აქვს კიდევაც. ამას კიდე თავისი ისტორია აქვს, რომ ანუ კლიპსა იდეა მოუვიდა იქიდან, რომ ქონდა ბრელოკი ბაყაყის თავიანი, რომელიც ჯიბეზე მაგრდებოდა და რატო არა დანებზეო და გააქანა და გააკეთა და გაუმართლა კი არა და მაგრად გაუმართლა და მეორე ესეთი ფიშკა მათი ეს არის Spidey Hall, რომელსაც ფულის საჭირო დირკასაც ეძახიან, იმიტომ რომ რეალურად დააპატენტეს ეს გამხსნელი ასე ვთქვათ თვალსაჩინოებისთვის ვინც არისით. აი ამაზე აქვს დღემდე აქვს პატენტი. დღემდე აქვს პატენტი, დღემდე აქვს და custom დანებზე ამერიკულზე თუსადმე ამას ხედავ და მაგალითად Mike Snow-დის აქვს, ბევრს აქვს. ეს ნიშნავს რომ ფულს იხდიან რა. დრო ხო აქვს მაგ პატენტს, ბეჭმეც ხო გაუვიდა. კი ბატონო, ეგ უკვე საპატენტო იურიდიულ საკითხებში ესე არ ვარ ჩახედული, მაგრამ ვიცი რომ არის 50 წლიანი, 100 წლიანი და ასე შემდგომ. მოკლედ მოდელების განვითარება Spider-Co-ზე საუბარს არ დავიწყებ, იმიტომ რომ 200 მოდელზე მეტი აქვს გამოშვებული რა. ანუ ერთადერთი ვიტყვი რომ თვითონ Spider-Co სახელი იმიტომ დაარქვა რომ 70-იან წლებში სპორტულ მანქანებს ძალიან ბევრში ერია სიტყვა Spider-ი რა. ანუ
მოწონდა ამ კაცს სპორტული მანქანები და Spider-Co შეარჩია და დაარქვა მოკლედ კომპანიას. თავიდან როცა დანების კეთება დაიწყო, აღმოაჩინა რომ ამერიკაში ქარხანა რომელიც მის გემოზე დაამზადებდა დანებს, ფიზიკურად ვერ მონახა მისთვის სასურველი პირობებით. და აქაც ეხმარება ალმარი ამ დროს უკვე ძალიან ცნობილი მედანია და იაპონიის პირად კონტაქტებს ასე ვთქვათ უზიარებს და იაპონიაში ხდება Spider-Co-s დანების კეთება და უკვე 60 ჩავიხედები არ შემეშალოს 78-ში გახსნა უკვე აი დღეს რო აწერია რომ Made in Colorado Golden Earth 78-ში გახსნა. აი წარმოიდგინე იქიდან უბერავენ და რამდენი რაღაცა გააკეთეს რა. აი აქ ერთი მომენტი მინდა ვთქვა თვითონ სოლზე. ეს კაცი 2000 წელს შეიყვანეს ამერიკის მედანეთა გილდიის დიდების დარბაზის საპატიო წევრობა მიანიჭეს და ეს აი ამ სფეროში მართლა უდიდესი ჯილდო არის რა და მარტო იმიტომ არ მეიღო ეს ჯილდო რომ მაგარ დანებს აკეთებდა. პირველ რიგში ძალიან მაგარი ადამიანია. შრომის გაზიარება, არ ვიცი სწორედ ვიძახი თუ არა, სხვას რო ასწავლე და ის რო გასწავლის რა. სოლი მაგით იყო განთქმული რა ყოველთვის. არ ენანებოდა ინფორმაციის გაცემა, ძალიან ბევრი საინტერესო ამბავი არის, როდესაც ჯერ კიდე დამწყებები, მაგალითად Benchmade-ის დამფუძნებელი Les Diaz-ისი და Sol Glesseri Santa-Fe-ში, Bob Terzuolas მაღაზიაში მიდიოდნენ და სწავლობდნენ ჩვენ რო Liner Locks ვეძახით Michael Walker-ის, ასე ვთქვათ, ჩამკეტი მექანიზმზე დეტენტის გაკეთებას და უზიარებდნენ რა ერთმანეთს ცოდნას და მე ისე გამიტაცა ამ ამბავის კვლევამ, რომ ბევრი რაღაცა, ასე ვთქვათ, წავიკითხე და მისაბაძია ჩემთვის აი ესეთი ადამიანური მიდგომები, რომ ჩვენ რო გგონია რომ Benchmade და Spider-Co ხოცავენ ერთმანეთს და კონკურენტები და მთელი ამბავი, ისინი ძმაკაცობენ, სიგარას აფუილებენ ერთად ბატონო გიორგი და წეღან მიყვებოდი კიდე დღემდე Blade Forum-ზე პასუხობს, ხო? აი, წარმოიდგინე რა, დაწერ რაღაცა, просто კითხვა უნდა მოეწონოს და თვითონ არ დაეზარება და გაგცემს პასუხს და ესეც რა. აი, ასაკში კი იქნება. კი, იმიტომ რომ ერიკი ახლა მისი შვილი არის კომპანიის ასე ვთქვათ სათავეში და ერიკიც არ არის პატარა ბიჭი ასე რომ აი გადავამოწმოთ დაურთავთ ასაკსაც. კი ბატონო. უშუალოდ დანებზე უნდა დავიწყოთ ლაპარაკი და მოდი აბა ეხლა შენ ხარ მოყვარული Spider-Co, სადა ხარ მანდ? მე Spider-Co იყო ნამდვილად ბრენდი, რომელმაც გამიღვივა და ძალიან შემოყვარა დანები, მაგრამ ეს იყო Teenage-ში. ძალიან რაც თავიდან მომეწონა რა, მაგრამ მე საიდან მიაგენე Teenage-ს მითხრა? აი, აქვეა, კონვერტების მოედანზე, საოჯრო ცენტრო მაღაზია იყო, მან აღმოაჩინე ნარინჯისფერტარიანი იყო. მაგრამ ყველაზე პოპულარული მომენტში იყო პოლისი. და მე პოლისი არ მომეწონა, მაგრად არ მომეწონა თან. და აი ამ Teenage-ზე ჩამეკეტა. მაშინ არ ვიცოდი ჩინეთის ქარხანა, იაპონიის. მე საზღვარგარეთ ვიპოვეთ. ჩემი Teenage-ი იყო, პირველი მოდელი ჩემი ეგ იყო, ერთ-ერთი პირველი, განა Spider-Co-ს დანებში. ხო და აი ეს იაპონურები მე ისი არ მომეწონა. რომ ერთი პერიოდი ვაფშე ჩავიქნე ხელი და დღეს მივაჩნია რომ დაუბრუნდი და მაგრად მიყვარს. და ამის ალბათ მთავარი მიზეზი არის ჩემი აზრით ის რომ ნელ-ნელა ვხვდები მისი როგორც ინსტრუმენტის დანიშნულებას და არა რაღაცა საკოლექციო ნივთს რა. რაღაცაში უგებთ ბედაშენ ერთმანეთს. რაღაცა ცოტა ხო ესეც არის რა. აქვე მინდა მაყურებელს ბოდიში მოუხადო, მე დღეს მინდოდა ჩემი პირადი Spider-Co-ები მომეტანა. მაგრამ აი გიორგი მითხრა მოუწესრიგებელი კაცი ხარო. მოხდა ესე რომ პირადი ვერ მოვიტანე, მაღაზიიდან შევარჩიე. ვათხოვე? ხო, მათხოვა ბატონმა გიორგიმ და შევარჩიე მე პირადად ესეთი პრინციპით. Spider-Co-s დედამიწის გარშემო აქვს რამოდენიმე ქვეყანაში ქარხნები და თითო ქვეყნიდან თითო მოდელი ავიღე. პრინციპი მოკლედ ეს მქონდა რა და. ეხლა მივხვდი პრინციპს. კაი. ავიც მე ჩემი დანებით ვარ მოსული. მოდი შენი დანებით დავიწყოთ და მე შიგადაში რაღაცეებს კიდე მოვყვები Spider-Co-s. კაი. მოკლედ რამდენიმე დანა მაქვს ხოლო Spider-Co-s კოლექციაში. ადრეც საუბრობდით რაღაც კოლექციის ტიპზე, ვინ როგორ არჩევს დანებს და ეს თითოეული რაღაც განსხვავებული მიზეზებით მაქვს შერჩეული. პირველი დავიწყო? აბა, თან მიმალავ და არ მაჩვენა. ეს მოეწონა ეს იდეა რომ დანებს აღარ მაჩვენა და გადაღებავდა. აი ეს არის ჩემი პირველი. რასაც წარმოვადგენ Teenage-ი, ეს ჩემი მესამე Teenage-ია, მე მგონი პირველი ორი გავაჩუქე.
თინეიშესის პირველი მეც რო დავიწყე მოძიება, ნუ დანების სფეროში რაღაც შევიხედი ინტერნეტში, ცოტა გვიან გამიტაცა ინტერნეტმა და ასე შემდეგ, ნუ ვიპოვე თინეიშესი, რომ არ ვიცი ვინ როგორ დაიწყეთ ეს თემა, ვინ როგორ შეარჩიეთ პირველიდან და მე დავიწყე რომ თქვა ყველაზე პოპულარული რა არის და კაი გამოხმაურება რომელიც აქვს და ეგეთი იყო თინეიშესი. და ეს არის მესამე. მაშინ უნდა ჩაგეკითხო, ანუ სად ეძებდი? ხო? Google-ში და Amazon-ზე, მაშინ Amazon-ით დავამოღამე. მე მაგრად მახსოვს, მაგ პრინციპით ვეძებდი და მაჩვენებდა, ანუ Ontario Reds, Tenacious და Gripkelians და ფასებით შუაში იყო ეს. ხო. და მე აი ეგ მომენტი მეუბნებოდა, მეთქი ის იაფია, ის ძვირია და ეს მეთქი ოპტიმალურია. ნუ გულახდილები თუ იქნებით, ზუსტად არ მახსოვს Ontario ვიყიდე პირველი, ერთ-ერთი თუ ეს. ხო, მე Ontario ერთ-ერთი, ანუ ორივე და ხო და ნუ ერთი რო ვიყიდე, მე მეორე შემდეგს მივყვდე, რომელი იყო ერთ-ერთი ეს პირველი თუ ის, ეგ არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ ნუ ახლა Spider-Code ვარ მოსული. ეს Spider-Code ალბათ ბევრს გესხოდინებათ. ეს ისეთი დანების სამყაროში 1000 იმაზე რა ქვია, უნაგირზე ნაჯდომი ის არის, რა ქვია რა. გახსნა? კი, გახსენი. ნუ ამ დანების კოლექცია ცალკე მაქვს მე და ცალკე დიდი ყუთი მაქვს ამების მოგროვებული, მაგაზე ალბათ მე კიდე ცალკე ვისაუბრებ მაგ კოლექციაში, რომლები აღმოჩნდა, თუმცა Spider-Code-დან გამომდინარე ჩვენიერი სამზარეულოს დანის პირი გაუკეთა. არა, სამზარეულოს არა, საბავშვო დანის იყო. მაშინ ვიგულწმე დანაჩანგარი. მაშინ ჩემბავს გამოვართვი დანა. და ჩემბავს თუ გამოვართვი დანა, ზუსტად იმის პირზე მოვამრგვალე მაშინ და აქედან დაიწყო. და მე განახეთ მაგასაც რომელი Spider-Code ვარ მოსული. შემოატრიალო? კი, შემოატრიალე, რომ ჩვენი მეგობრებმა კარგად იცნონ ეს რომელი დანა არის. ეს დანა პარლამენტთან ნამყოფია, ბევრ პოლიციელთან ნამყოფი არის და მოკლედ ამდანამ ისეთი საქმეს, ასე ვთქვათ, ჩაუყარა საფუძველი, რომელსაც ნელ-ნელა მივდივართ იქამდე, რომ რაღაც შედეგები გვექნება. ნუ ირონია იყო ხოლმე, სარკაზმი იყო ხოლმე და გამოვიდა ისე, რომ დანას დამიბრუნებდნენ ნახევარ-საათში მიქონათ ისე და ბოლოს ნუ რაღაცა იუმორისტულად გადავწყვიტე, რომ მივსალმებოდი ექსპერტს და მივესალმე. პასუხი არ დამიბრუნდა სიმართლე გითხრა. რაღაცნაირად მქონდა იმედი, რომ ისიც მომესალმებოდა, მაგრამ ნუ არ დამიბრუნდა, მაგრამ არ ჩაიხსნა. ეგ არაფერი ხდება ხოლმე. მოკლედ შევთანხმდით, რომ Tenacious-ი ჩვენი თაობისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი მოდელი რა. კი ბატონო. და აქვე ვთქვათ, რომ არაფერი განსაკუთრებული მასალა აქ არ არის ესე, რაღაცა არის ჯიათი, ჩინური უჟანგავი ფოლადი 8 ხრომ 13 მოლიბდენ ვანადიუმი, რომელსაც დღეს ძალიან ბევრი ისე აუგად მოიხსენიებს, მაგრამ ერთი რამე მინდა ვთქვა. მეგობრებო, ვინც 8 ხრომ 13-ზე ხართ ხოლმე სკეპტიკურად და მე ესპანური დანები რო გაქვთ ხოლმე რა, ბრენდებს არ ვიტყვი, რომელსაც მოდა ვაწერია რა. და ის რომ მაგარი დანები გგონიათ, ანუ რო იცოდეთ, ის მოლიბდენ ვანადიუმი ამაზე ნაკლები ხარისხის არის, იმიტომ რომ ეს 8 ხრომი არის და ისინი სადღაც არის 5 ხრომი რა, ანუ ეს ჩანართად ესპანურებზე ჯერ არ არის, მაგრამ იმას გავკარი კბილი ამ შემთხვევაში მიგელ ნიეტოებს და რაღაცებს. აჰა. კიდე ერთს ვიტყვი, რომ გარკვეულწილად ალბათ ამანაც შეიტანო წვლილი, რომ დღეს აქ ვარ და ამ საქმეს ვაკეთებ, იმიტომ რომ დაბლაგუებითაც რო დამიბლავდა ეს და ასე თუ ისე მალე მიბლავდებოდა, ამის მერე თქვათ ლესვითაც უფრო მეტად დავინტერესდი, იქ მანამდეც იყო სხვა დანები, მაგრამ ნუ მეტად გამიტაცა და დანების მერეც ამის მერე დავიწყე უფრო და უფრო ინტერესი. მოდი მაშინ მაგას მოვაყოლოთ მძიმე артиლერია ამ შემთხვევაში და ოღონდ არ წაიღო ეს დანა, იმიტომ რომ მინდა რომ აი ესეთი რაღაცა მინდა გავაკეთო, რომ გეომეტრიას რო დავაკვირდეთ, ანუ არის ძალიან მსგავსი გეომეტრია ამ შემთხვევაში, ანუ Tenacious-ი და military. ანუ Spider-Code გენია არის აი ეს სამკუთხა ასე ვთქვათ, პირი სწორხაზოვანი დაშვება, ოღონდ ეს სწორხაზოვანი დაშვება ისეთი სიფართით, რომ იდეალურ ჭრასთან მიახლოებულ შედეგს რო გაძლევდეს, თორე ეს სწორხაზოვანი დაშვება შეიძლება იყოს მოკლე და საერთოდ ვერ გაჭრას ვერაფერი რა. გაჭერე. აბა აი არც ქარხნული აი რაღაცა აგიტო მიყვარს, რომ აი ზევიდან ყველაზე რთულია რა ესე გაჭრა და აბატონო. აჰა, ნუ ძალიან მაგარი საწყისი ჭრა აქვს Spider-Code. კი, ეს ზედმეტად სუპერ ფოლადი არის, CPM 100V არის, მაგრამ
აი მაშინ შესადარებლად ნაკლებად სუპერფოლადი და ჩინური ვახრომი ხო არის? აბა ეხლა რო შევწყვე. არა, არაფერს არ შევწყვე. სუპერგად გაჭირს. აბა, ნუ ეს ლესო არის, ფურცლის ჭრაზე და ლესოზე ცალკე შეიძლება ხო, ტიპის ჩაწერა. კი, ნამდვილად ხა არ ფურცლის ჭრაზე რამე ერთი ჩანართი თუ მე თქვი, არა, თქვი, იმიტომ რომ მაგას ფურცლის ჭრას ნუ დაუჯერებთ. ბევრი აფერისტობა არის ამ ფურცლის ჭრაში. ფურცელი შეიძლება ძალიან ბევრნაირად გაიჭრას. გავხსენი. ეგრე გაგიჭირდაში. ხო და ფურცელი შეიძლება ყველაზე რთული არის აი ესე დაწოლით, რომ აი ესე დაწოლით გაესაი ხედავთ უჭირს. დანარჩენი შედარებით ყველაზე ადვილი არის აი ესე დაცერავებულად, გვერდულად და გასმით. სხვა ვიდეოებში ძალიან ბევრჯერ ხდება ხოლმე რომ ნუ დავარქოთ აფერისტობა, ნუ შეიძლება იყოს მარკეტინგული ხრიკი უფრო აფერისტობა. მარკეტინგული ხრიკი, სადაც შეიძლება ძალიან ბევრი რამე ჭირდეს დანის პირს და ვერ შეამჩნიოთ ეგ ფურცლის ჭრაზე მით უმეტეს ვიდეოში. და ძალიან ბევრნაირად შეიძლება თქვა პირს ამოტეხილი ქონდეს რაღაცას დაარტყას ადამიანმა, მაგრამ აი ესე დაცერავებულად, აი ესე გასმაში, აი ეგ უკვე აღარ გამოჩნდება და მარკეტინგული ხრიკი. კაი, ეგრე იყოს. მოკლედ მინდა ეხა ორი სიტყვით შევეხო ამ მოდელს, რომელსაც მილიტარი ქვია. ამაზე არის ესეთი ლეგენდა სიმართლე ნარევი, რომ სამხედრო შეიარაღებისთვის იყო რაღაცა ტენდერი პენტაგონის, მაგისტრის შეიქმნა, მერე სხვა გაიმარჯვა, ანუ ამ მოდელმა ვერ გაიმარჯვა, მაგრამ ნუ სამაგიეროდ დაიპყრო, რა ვიცი, მთელი დედამიწის გული და იმდენი მოდიფიკაციით არის მილიტარი გამოშვებული, რომ აგერ გამოუშვეს ახლა მილიტარი ორი სხვა ჩამკეტი, ანუ compression lock-ზე და მილიტარის მოყვა მერე პარამილიტარი ორი და პარა 3, ანუ მოკლედ საოცრად პოპულარული სერია არის. შეგაწყვეტინო? შემაწყვეტინე. წეგა მკითხე მილიტარი გაქვს და ჩავერთვები. მე რომ მკითხე ჯებაზე. ბევრმა არ იცის, რომ იმდენად პოპულარულია პარამილიტარი ორი, რომ ბევრმა არ იცის, რომ პარამილიტარი იყო. კი ბატონო. ხო და ერთ-ერთი ჩემ კოლექციაში მაქვს მე ვიცი, შეგვეჭი იმდენად არ გჯეროდა რომ. კი ბატონო. ნუ არ ქონია იშვიათი არის შედარებით. ხო და ნუ მაქვს კოლექციაში რაღაცა განსაკუთრებული ღირებულება არ აქვს, მაგრამ იშვიათობიდან გამომდინარე და აი ამ რაღაცა დიდ ეპოქას რო ჩაუყარა და რაღაცა პირველი ნაბიჯი იყო, მაქედან გამომდინარე, ჩემთვის საინტერესო არის და რაღაც ემოციას მაძლევს. კლიპს აქვს მილიტარის და მაგით გეგონა რომ მილიტარი მეკეთა. ანუ თავიდან რო გააკეთეს მოდიფიკაცია, კლიპსა დაუყენეს სტანდარტული მილიტარის. კი ბატონო. ხო, აი სხვათა შორის აი ეს კლიპსა იყო ზუსტად პრობლემა თავიდან ამერიკული ქარხნები რო ვერ უკეთებდნენ და იაპონიაში რომ მოუწია გაკეთება ამ დანის. აი ეს არის კიდე compression lock-ი, როდესაც დანის ჩამკეტი არის ზედა მხარეს. მოკლედ ეს მე გიორგის ვერ დავეთანხმები ამას ღირებულება თუ რამეს აქვს ჩემი აზრით, აი ამას აქვს რა, იმიტომ რომ აი ამ მოდელს რა, ანუ შეიძლება ფასი არ იყოს დიდი, მაგას ვიძახი, განსაკუთრებული ფასი არ აქვს, მაგრამ საკოლექციო მომწონს. შურს რომ მე არ მაქვს რა, გინდა თეთრაშური და არ ქვი, გინდა ვარდისფერი. მაგიტო იყო რომ მეუნებოდი წინაზე არ ვარ გავა შეცდომა იყო სპაიდერგოსი. ხო, არა, მე ვაღიარებ, რომ ანუ იმდენად ვერ დავიჯერე, რომ ეგ არც დამიშვია, რომ შეიძლება ეგ ყოფილიყო. ძალიან მაგარი რაღაცაა რა, ძალიან მაგარი და ეს პარამილიტარი და ნუ მე წამოვიდა პარა 2, პარა 3. კი ბატონო და ანუ ყველას ასე ვთქვათ, იდეაში როგორც არის ხალხი, ვინც გიждდება პარა 2-ზე და არ უყვართ პარა 3. და არის პირიქით. მე მაგალითად პარა 3-ს მოკლე პირის გამო აი ეს EDC-ში ძალიან კარგად ხმარობ და თუ რამე მჭირდება რომ ისე დავჭრა რა, ეხლა აი მილიტარის პირი კარგად ყოფნის, პურს რა, თუნდაც დიდი პური რო გაჭრა რა. მოკლედ ეს მილიტარები კიდე მართლა ცალკე ვიდეოები რო გააკეთო, შეიძლება მაგაზეც რა. მოდი ეხლა ქვეყნების მიხედვით რა ხან შევარჩიე ჩემი სპაიდერკოები, უცბად ჩამოვყრი და გავაგზავნოთ მე. დელიკა აი იაპონური და კლასიკური იაპონურ ფოლადზე ვიჯიატზე არის ეს დანა და ძალიან ბევრი ოსტატის და ასე ვთქვათ მოყვარულის აზრით ეს არის ერგონომიკის ასე ვთქვათ ეტალონი რა, ანუ იდეალური ერგონომიკა იდისი დანის რა. მე ცოტას დავამატებდი, ახლა მთლად ეტალონად არ მიმაჩნია, იმიტომ რომ ბევრად კარგი ერგონომიკები შეიქმნა, მაგრამ აი ამან ჩაუყარა რა, აი ამ ჩოილის დამაგვარი ადგილით და დღეს არის კი უკეთესი ერგონომიკით, მაგრამ პოპულარობას მაინც არ კარგავს დელიკა. ეს ჩვენი იაპონური მოდელი, ეს უკვე გავაჟღერეთ და
ამაზე მე გიორგის ნებართვით ვიტყვი რომ არის დასკვნა რომ ეს არ არის ცივი იარაღი. ბევრი დასკვნა მაქვს. კი ბატონო. ბევრჯერ არის წაღებული პოლიციაში და დაბრუნებული. და ეს არის უკვე შვილი ასე ვთქვათ გლესერის, ერიკ გლესერის დაპროექტებული არის ეს მოდელი ჩინეთის ქარხანაში გაკეთებული. მაიცა. აბა შენ უკვე ხმარებაში, აი გიორგის ჩემი ყოველდღიური დანა არის, სულ ჯიბით და მაქვს. გაწმენდილი არის. ცივი იარაღი არ არის მეგობრებო, დასკვნა მაქვს, მე მგონი 4. კი ბატონო. ამაზე რომ ცივი იარაღი არ არის. სხვადასხვა ექსპერტებთანაც არის ნამყოფი და თავმად დავდივარ. ძალიან საინტერესო რაღაცეები აქვს რა, ანუ აი ამის ცალკე მე შენ ადგილას ერთ პატარა ვიდეოს ჩავწერდი ამ დანაზე. კი, ანუ ამ დანის დანიშნულებაზე რა, რამდენი რაღაცისთვის შეიძლება გამოიყენო ეს დანა რა. ვისურვებდი რომ უკეთესი ხარისხი ყოფილიყო სხვა ქარხანაში რო გაეკეთებინათ. ხო, კი ბატონო. ელემენტარული რამდენად გამოჩნდება. ხედე, არ ვიცი მე ვიდეოში გადავიდე. ლაინერი გამოუჭიბე რომ იმიტომ რომ ეგრევე ლუფტი აი კიდე ვერტიკალური და რაღაც. ეგ მაშინ უნდა ვთქვათ, კი ბატონო, ანუ სპაიდერკო დეტალიზაცია არ არის იდეალური. და ალბათ თუ არ ჩავთვლით ტაივანის ქარხანას, ყველგან არის რაღაცა მინუსები და მე ვპატიობ. იმიტომ ვპატიობ, რომ უზარმაზარ რაოდენობას უშვებენ და ასე შემდეგ. ეხლა ევროპული სპაიდერკო ვაჩვენოთ. ანუ ეს არის იტალიაში რომ მზადდება Lion Steel-თან აქვს ერთობლივი ასე ვთქვათ კონტრაქტი და Lion Steel მანიაგოში მზადდება ეს spy opera არის ეს მოდელი. ბევრი მოდელები არის რომელიც მზადდება, შეიძლება ძალიან ბევრი არ იყოს, მაგრამ ერთი 10-მდე მოდელი ნამდვილად არის, რაც იტალიაში მზადდება. და ბოლო ისეთი ტკბილი ლუკმა, ეს არის ტაივანი, ქალაქი ტაიჩუნგი, სადაც მზადდება ყველაზე მაღალ ტექნოლოგიური სპაიდერკოები. ანუ თავისი ტიტანებით, ფრეიმებით, სუხარებით, საოცარი ფინიშებით და ძალიან მაგარი, არ ვიცი, დიზაინერების დაპროექტებული დანებით. ანუ 5 ქვეყანა გვაქვს ამერიკის შეერთებული შტატები, ტაივანი, იტალია, იაპონია და ჩინეთი. დავამატოთ. კაი, მე მგონი უნდა ითქვას, რომ ბევრს გაუგებრობა აქვს ხოლმე, რომ აი ჩინეთი რო აწერია და ტაივანი რო აწერია და სპაიდერკოებში, ჩემი აზრით, ტაივანის ქარხანა არის ყველაზე ხარისხიანი ქარხანა. ბევრად წინ დგას იაპონურ ქარხანაზე და ამერიკულ ქარხანაზე. ბევრად უფრო ტექნოლოგიურ და მაღალი დონის ქარხნებს აყენებენ. შემდეგი მე დავაყენებდი იტალიურს ვერ დავარქვი, ახლა სპაიდერკოს ქარხანას თანამშრომლობს. ხო, კი ბატონო. მაშინ ამერიკული. ეგრე არც იაპონია არის მაგის ფლობელობაში ქარხანა. ფლობელობაში არ არის, სხვადანებს აკეთებს ის ქარხანა. კი. აკეთებს. კაი. მოკლედ სპაიდერკოს მოდელებში ტაივანი რო აწერია არ ნიშნავს რაღაცა ჩინურია, ძალიან ხარისხიანი არის. შემდეგი მე დავაყენებდი ამერიკულ ხაზს, ამერიკული ხაზიც კარგი არის, თუმცა ტაივანს ცოტათი ჩამორჩება. დანარჩენი, მაშინ იტალია და ბოლოს იაპონია, ჩინეთი. კი ბატონო. ჩემი აზრით ეს არის. კი. ნამდვილად ეგრე გეთახმები 100%. ჩემი ბოლო დანა? აბა. და შენ მოგწონს ეს მოდელი მიხეილე. ეგ ვიცი. კი ბატონო, ანუ კალი არა, კალი კი არა, სტრეს არის, რა ქვია. ხო, კალი იმიტომ რომ ჩარჩენილი მაქვს ZDP და მაგიტო ამერია რა. ესე იგი, სპაიდერკომ ერთ-ერთმა კი არა და მე მგონი პირველმა დაიწყო სერიაში დასაკეთ დანებში ZDP 199-ის გამოყენება. ხო. ZDP 199 ეს არის იაპონური სუპერფოლადი, ორი სიტყვით ვიტყვი. ანუ საოცარი ჭრის ხარისხით გამოირჩევა და ძალიან მაღალ სისალეზე იწრთობა. შესაბამისად, მაღალი სისალის გამო ხრევადობაც კაი გემრიელი აქვს მჭრელ პირს და თავიდან სპაიდერკომ 77 როკოლზე რო აწრთო, იმდენი გაუთვითცნობიერებელ მომხმარებლებს, რომლებაც დაიწყეს ჩიჩქნა და ხანეს მოუწყდათ ხანის და უარყოფითი ასე ვთქვათ ფიდბექები მიიღო და მერე დაიწყეს უკვე 62-63-ზე დაწიეს რა. ZDP 199 თვითონ ეს ძველი არის კი ბატონო და აი რა ვიცი ძალიან მაგარია რა. ანუ ეს აი ხა ამისგან ხო იაპონია ესეც. მაგრამ განსხვავდება რა სხვა გულით არის რა გაკეთებული ბეკლოკი, სადა დედამიწა არის. და ამ ფოლადზე იძახია რომ უჟანგავიაო, მაგრამ არ არის ეს ფოლადი უჟანგავი და ორი სიტყვით ვიტყვი რატო. ანუ ფოლადში უჟანგაობის განსაზღვრელი ასე ვთქვათ ელემენტი არის ქრომი და ჭრელი თვისებების ესეთი მთავარი განსაზღვრელი ნახშირბადი. და როდესაც ქრომის დიდ რიცხვს ხედავენ ხოლმე, იძახიან რომ არის უჟანგავი, მაგრამ სინამდვილეში ნახშირბადის და ქრომის თანაფარდობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. კაი, ვიტყვი რომ
პირდაპირ წერია stainless არ ნიშნავს უჟანგავს, ეს ჩვენ გადმოვიტანეთ უბრალოდ თორე უჟანგავი არის stainless proof. ეს არის ჟანგვა stainless, ხო, ნაკლებ ჟანგვათი, მაგრამ ყველაფერი ჟანგდება რა. კი ბატონო. ყველაფერი ჟანგდება S30-ების, M390-ების ბევრი მინახავს, Microtech-ების ბევრი მინახავს, M390-ზე კოროზია რო აქვს და მოვლა უნდა დანებს მეგობრებო რო გაითვალისწინოთ. ხო, ნუ განსაკუთრებით კიდე ხა, როდესაც არის რაღაცა სუპერმჭრელ დანებზე ლაპარაკი, იმას მოვლაც ჭირდება, გალესვაც და სწორი გამოყენებაც. არ ვიცი, ეს მართლა ძალიან მაგარი ექსპონატი არის და მართლა გულწრფელად გთხოვთ, ვისაც გაქვთ ძალიან ესეთი იშვიათი და საინტერესო სპაიდერკოები, გაგვიზიარეთ კომენტარებში. აქვე გთხოვთ, რომ გამოიწერეთ ჩვენი არხი, დააჭირეთ ზარისღილაკს ხელი და თქვენთვის საინტერესო კითხვები მოგწერეთ. დავამატებ რა. აბა, აი ეს წეგარ რომ მოვყევი ისტორია, რომ თავიდან შემიყვარდა მეთქი, მე დავშორდით ერთმანეთს და მე ისევ შევრიგდით. ნუ თავიდან იყო რომ დავიწყე დანებთან ურთიერთობა სპაიდერკოთი, ემოციების ქვეშ ვიყავი. მე ვთქვათ რომ ნაკლებად ცოტათი ჩამოვშორდი იყო რომ აი ეს ხელობა რო დავიწყე სახელოს ნო გავხსენი. მაშინ ხო სხვადასხვა დანებთან მქონდა ძალიან ხარისხიანთან შეხება და მაშინ ცოტა შემეცვალა მიმართულება და ხედვა შემეცვალა. მაგრამ ბოლო პერიოდია რომ ძალიან დავაფასე და ნუ რაღაცა ბრენდის იდეას და რაღაც სულს რო სხვანაირად უყურებ რომ ინსტრუმენტებს აკეთებს ეს ხალხი. და სხვანაირად უყურებ ამ დანებს და ძალიან მაგარი ინსტრუმენტები არის და ძალიან დავაფასე და სხვანაირად უყურებ. კი, შეიძლება ამ ფასში ნახო თქვა ბევრად უფრო ტექნოლოგიური რაღაცა ტიტანები, სხვადასხვა რაღაცები ფრეზირება და ასე შემდეგ, მაგრამ ნუ ემოცია მაქვს რა და ვაფასებ რომ აი ძალიან მაგარი კაცური ინსტრუმენტები არის. მეც დავამატებ რომ აი ის დამსახურებები რაც არ ჩამომეთვლია ყველაფერი რომ მაგალითად პირველი ფრინველოვანი ფოლადის სერიაში ამათ გამოიყენეს ის რომ ფოლადი არა აქვს დატოვებული რომ დანებში არ კონდეთ გამოყენებული ანუ აი n რაოდენობით ვარიაციების საშუალებას გვაძლევს და ანუ დანების სამყაროსთვის მოკლედ მე აი ეს გულწრფელად ვიცახი რომ სპაიდერკო ჩემთვის არის ყველაზე მრავლის მომცემი კომპანია. არ ვიტყვი რომ საუკეთესო, მაგრამ იმდენი რამე მისცა როგორც კომპანიამ ამ სამყაროს რომ სხვას მაგდენი არ მიუწია რა. კი, და ვაფასებ მაგას და მეც ცოტა ცხენია კიდევაც რომ ერთ პერიოდი ესე ზოგი შევაქცია. არა, ეგ ჩვეულებრივი მომენტი არის რა, ხო გეუბნები რა, ალბათ ეტაპები არის და ანუ ის პერიოდი ხედავდი რომ უბრალოდ ანა არის რა, ესენი ჩამოსხმული რაღაც სტამპოვკა მარტივად აწყობილი და მეც ვეღარ ხედავდი იმ მომენტში, მაგრამ ეხლა რო უყურებ ძალიან რაღაც ემოციურად უყურებ და ძალიან მომწონს და ვაფასებ სპაიდერკოებს. მანქანების დიზაინებს არ უღალატა სხვათა შორის ბატონმა გლესერმა და ეხლა რო ახალი მოდელი გამოუშვეს, ფრეზირებული ტანით რო არის, ძირკები რო. ხო. სახელი არ მახსოვს ვიდეოში ნახავთ მაგ ფოტოს. ახალი მოდელი ახლა რო 80-იანი წლების მაზერატი იყო რაღაცა. მაგის სახელიც დამავიწყდა, მაგასაც გაჩვენე. რა და იმ მაზერატის დიზაინში არის ეგ დანა რა. და ჩემი აზრით მაგარი უცბად ამოიყიდება ეგ მოდელი. აი, რო შემოვიტან მე ვისაუბროთ მაგაზე. აუცილებლად. აუცი მე მგონი ეგ არის ამ კომპანიაზე ან ძალიან ბევრი უნდა ელაპარაკო ან ლაკონურად. მე მგონი ლაკონურად თქვით, ჩვენი სათქმელი გულწრფელად გირჩევთ, რომ იმეგობრეთ სპაიდერკოსთან და მოდი კითხვა იყო კიდე რამდენიმეჯერ გამეორდა Dragonfly-ზე და მაინც სპაიდერკო და მაგაზეც გავხსენ პასუხს. Dragonfly-ზე კითხულობენ რომ არის თუ არა ცივი არ არის და ჩემს გვერდზეც და აქაც ვიტყვი რომ უპასუხისგებლობა იქნება დღეს რაიმეს თქმა რომ არის ცივერაღი თუ არ არის გარდა იმისა თუ დასკვნა არ არის და Dragonfly-ზე არ არის დასკვნა მეგობრებო დანარჩენი მსგავსი დანები და მსგავსი ზომის დანები ბოლო თქვა 2 წელის გამოცდილებით არ წერენ მაგათი ცივერაღის დასკვნას თუმცა ჩათვალეთ რომ კანონი არ არსებობს და ხვალ თუ დაწერო ცივერაღია მაგით კანონს არ დაარღვევენ სხვა თუ გაინტერესებთ მაგ კითხვაზე პასუხი სამხარაულში დაჩქარებული წესით 240 ლარი ღირს კითხვაზე პასუხი სტანდარტული წესით კიდე და თვენახევარი ჭირდება ხოლმე მაშინ 120 ლარი ჭირდება მაგაზე პასუხი ანუ ვისაც თუ გაქვთ მუღამი შეგიძლიათ როგორც გიوակეთებს მიხვიდეთ სამხარაულში და გაიგოთ თქვენი დანა არის თუ არა მე თვითონ ერთი 30 დანა მაქვს მიტანილი ეხლა სხვა მაქვს მიტანილი მე ნუ ჩემი ლოგიკით ვიმყოფი ყველაფერს ვერ მივიტან თორე ისე ძალიან სიამოვნებით კეთილი ეგ არის აბა დროებით გამოიწერეთ კიდე ერთხელ ჩვენი არხი და დროებით გემშვიდობებით მომავალ ვიდეოებამდე კარგად